კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. გიორგი გახარიას მხილება საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. რა შეფასებები კეთდება? პირდაპირ ჩართვა ქრონიკაში. ნაცმოძრაობის რეჟიმის კორუფციული გარიგებების და საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები. დეტალები რამდენიმე წუთში. საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდება. მმართველი გუნდის განცხადებით, კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებით კოლექტიურ ნაცმოძრაობას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება. ქართული ოცნება სექტემბერში ყველა პროცესს დაასრულებს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში შევა სარჩელი ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების აკრძალვის თაობაზე. მეგი ნარსავიძე გვერდდება თემის დეტალებით, მეგი რას აცხადებენ ოპოზიციაში? რადიკალების საგამოძიებო კომისიას და სხდომებზე განხილულ უმძიმეს საქმეებს ფარს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათთვის არაა მნიშვნელოვანი კომისიის მუშაობის პროცესი. დღეს კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გიორგი ბარამიძე დაწინაურდა კომისიაზე საუბრისას აფრასიძეების ოჯახის მიერ მოყოლილ შემზარავ ისტორიებს კიდევ ერთი დაუმატა. ახლა ბარამიძის ისედაც არასახარბიელო წარსულს ისიც დაემატა, რომ აფრასიძეების ოჯახის უმძიმეს ისტორიაზე ხუმრობა სცადა. ბრიფინგის მიმდინარეობისას ნერვებმა სუმტყუნა და კითხვებზე გაღიზიანებული ნაციონალებისთვის ჩვეულ მდგომარეობამდე მივიდა და მედიას დაემუქრა. თურმე კუბდარი მიყვარს და რომ თურმე კუბდრის ჭამა, რომც მეჭამა იქ, რა თქმა უნდა, გეახელით ისე ცნობისათვის სამხედროების საველე სამზარეულო, რასაც ჯარისკაცები მიირთმევენ, მაგრამ კუბდარი მიყვარს, ხაჭაპური თუ ჭადი და ყველი, აი ეს ყოფილა თურმე ემოციაზე დაფუძნებით. ჩემი ბრალი ბავშვები და არასრულწლოვნები არ გაიგიათ ამის რო ბავშვები და არასრულწლოვნები რა აი ამ ყველაფერს რომ უყურებდნენ ხო უყურებდნენ ვაი თქვენ პატრონს ვინც აი ამ პროპაგანდას აწარმოებს და აუცილებლად მოგეკითხებათ კომისია არის ფარსი გინდა გააფართოვონ გინდა გამოაფართოვონ კოლექტიურ ნაცმოძრაობას რას იშავს თქვენ ფიქრობთ რომ როცა კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე საუბრობს ქართული ოცნება თქვენ ამაში არ მოიაზრებით მე როგორ უნდა მოვიაზრებოდე ხაზარაძე ჯაფარიძის კავშირს ვერ ხედავთ ნაცმოძრაობასთან სირცხვილი და სინდისი თუ გააქვთ, მაგ კითხვას არ უნდა სვამდეთ უკაცრავად. ხაზარაძე ამას ბატონო გრიგო. ვიდრე რადიკალების ერთი ნაწილი მედიას ემუქრება, მეორე კი ნაციონალების მოკავშირეობას უარყოფს სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ოქტომბრამდე მოესწრება საკონსტიტუციაში სარჩელის შეტანა და ნაცმოძრაობის პარტიები წელსვე აიკრძალება. რადგან კომისიის მანდატი გაფართოვდა, შესაბამისად ვადის გაგრძელებაც იყო ყველაზე ლოგიკური მოთხოვნა და ბუნებრივია მხოლოდ იმის გამო, რომ ფორსირებულ რეჟიმში არ მოვახდინოთ რაღაც საკითხის გადაწყვეტა, ამის გამო უარს ვერ ვეთყოდით გაგრძელებაზე ვადისა. შესაბამისად ჩვენი მხრიდან ვიღაცა ზედმეტი იმედები რომ არ გაუჩნდეს არჩევნებამდე ანუ ოქტომბრამდე რაც კი პარლამენტია დამოკიდებული თავისი სარჩელის შეტანით, რაც ჩვენზე ამ შემთხვევაში დამოკიდებული აბსოლუტურად ყველა ეტაპი გვექნება გავლილი, დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ ჩემი განცხადების მერე იმედები გაუჩნდათ ვიღაცას მივხვდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ. ზედმეტი იმედების მოსაშორებლად ვიღაცებისთვის ჩვენ მხარეზე რაც არის დამოკიდებული ოქტომბრის თვემდე სექტემბერში უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით ნაცების პარტიების აკრძალვის შესახებ. ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა საქართველოში. ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ შემოდის ძალიან ბევრი განცხადება დაზარალებული ოჯახებისგან ამ რეჟიმის წინააღმდეგ, საგამოძიებო კომისიამ მოითხოვა დამატებით ერთთვიანი ვადა, ვინაიდან ფიზიკურად ვერ ასწრებს ამ ყველაფრის განხილვას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში არ ვიმუშაოთ და ვინმე სასპეკულაციო არ მივცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა რამდენიმე კვირით ადრე აიგრძალა ეს პარტიები არჩევნებამდე. კი ბატონო, ჩვენ ვტოვებთ ამ ველს თავისუფალს. საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა და ერთი თვით გაგრძელდა მისი საქმიანობის ვადა. კოლექტიურ ნაცმოძრაობას კი კიდევ ერთხელ ექნება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მადლობა მეგი ნარსავიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. პარლამენტის საგამოძიებო კომისია და გიორგი გახარიას მხილების ხდომა. გახარიას გუშინ რამდენიმე კითხვის შემდეგ აღიარებინეს, რომ გადადგომამდე ელჩებს შეხვდა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას დაკავება გახარიამ დიპლომატების მოთხოვნის შემდეგ გადაიფიქრა. ნინო არღულიანი მოგვიყვება უფრო მეტს. კეთი გიორგი გახარიამ გუშინ საგამოძიებო კომისიაზე საზოგადოების მოტყუება რამდენჯერმე სცადა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვიდა. ერთხელ მაშინ, როდესაც ჯერ თქვა, რომ დიპლომატებთან შეხვედრა არ ახსოვს, შემდეგ თქვა, რომ დიპლომატებთან შეხვედრის შინაარსი არ ახსოვს, მოგვიანებით კი აღიარა, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე და ამ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ნიკა მელიას დაკავება იყო. ეს აღიარება მართლ პარტიას უდასტურებს, ეჭვებს იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარია გადადგომისას სწორედ დიპლომატების ზეგავლენით და მოთხოვნებით მოქმედებდა მართლ პარტიას. გარდა ამისა, გუშინდელი განცხადებები უდასტურებს იმასაც, რომ დიპლომატები ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მაშინაც და დღესაც უხეშად ერევიან. ჯერ ვერ გაიხსენა საერთოდ შეხვდა თუ არა ელჩებს, მე თქვა რომ შეხვდა ელჩებს, მე დააკონკრეტა რომ შეხვდა ამერიკის ელჩს, მე ვერ გაიხსენა მათ მელიაზე ელაპარაკა თუ არა, მე გაიხსენა რომ ელაპარაკა მელიაზე, მე ისიც გაიხსენა რომ თითქოს უთხრა რომ აღასრულეს სამართალიო და ანუ დაკავებისკენ მოუწოდა და ამ დროს მის გადადგომამდე ნახევარი საათით ადრე უფრო სწორად ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის მიუთითებდა რომ მოწოდების მიუხედავად უკან გადადგმულ ნაბიჯთან ჰქონდა საქმე. იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გუშინ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ საკუთარ პროფესიაზე თქვა კაცმა უარი. ეს არის ერთი მხრივ აგენტის და მეორე მხრივ მდაბიო თაღლითები რომ არიან ხოლმე. ოღონდ იმ წუთას მოიტყუონ და მეორე წუთში რა დახვდება, წინ მნიშვნელობა არა აქვს. აი ამისი კლასიკური მაგალითი ვნახეთ გუშინ, აი თაღლითის თვისება ხო ეს არის, რომ იმ წუთში მოიტყუება, აი იმ წამსვე მოიტყუება და მეორე წუთში რა დახვდება, წინ აღარ აქვს მნიშვნელობა, ვერც ათვისნობიერებს იმ წუთში რო იტყუება. წუთში ადამიანი ამბობდა ორ ტყუილს, მათ შორის საელჩოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მისგან ბევრი ჭორმართალიც, ჭორაობაც, ტყუილმართალიც, მაგრამ ალბათ ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც იყო, სწორედ თუ კი ვინმე ან რამეზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, როდესაც საუბროს უხილავ ხელზე, უხილავ უჩინარ ადამიანზე, სწორედ აი ეს მოვისმინეთ მისგან, რომ ბოლო-ბოლო რომ იყვნენ უცხოური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ მასზე და მის გადაწყვეტილების მიღებაზე. ანუ იგი მოქმედებდა არა იმით, რაც თქვათ, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს შიგნით, გუნდმა, პარლამენტმა და ასე შემდეგ, არამედ უცხო ქვეყნის გავლენით და უცხო ქვეყნის დაკვეთით. კონტექსტი საკმაოდ ეს არის რამდენიმე თვით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან და ლოგიკურია ეს ყველაფერი გამიზნული და გათვლილი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალური ზიანი მიეღო ხელისუფლებას და მით უმეტეს საზოგადოებამაც ნახა რა მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სააკაშვილის დაბრუნება იმ უკანონო ფორმით როგორც მოხდა და მცდელობა რომ ეს აზრითებულიყო საზოგადოებრივი ნეგატიური პროცესები. თქვენ იქ მოისმინეთ, რომ იმ ჩემს კითხვაზე შეურაცხყოფილად კი მიპასუხა, რომ ხო, აბა რა გააჭირეს საქმე, დასაჭერია და უნდა დავიჭიროთ. და მეორე დილას გადადგა. მიზეზი გაუგებარია. და რაღაც სიგიჟეებს ყვებოდა თურმე რაღაცა ვითომ პოლიცსაბჭო ვერში რა პოლიცსაბჭო გაფართოებული პოლიცსაბჭოსგან მხარდაჭერა მიიღო თავის მიერ მოთხოვნილ თემაზე რომ მოგვეხსნა მანდატი და სტატუსი ვერ გააკეთა ხდალი და მშიშარა მე როგორც გაირკვა თურმე იმ ჩვენს მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა რაც ესეც თხოვდა მხარდაჭერას იმასა და იმ თავის გადადგომას შორის თურმე ელჩთან ქონია კომუნიკაცია და იქ არ ვიცი დააშინეს თუ რა უთხრეს როგორ და შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო გონია რომ ხდალი გადაწყვეტილება იყო თვითმმართველობის გახარიას მოსმენა ძირითადად იყო რომ არ მახსოვს აღმოჩნდა რომ პრემიერ-მინისტრს საერთოდ არ ახსოვს რა ხდებოდა ქვეყანაში თუმცა ბევრი რაღაცის გახსენება მაინც მოუწია და მათ შორის ერთ-ერთი იყო სწორედ როგორ შეხვდა გადადგომის წინა დღეს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან სრულიად სხვა რამე გამოიკვეთა, რომ მოთხოვნა იქნებოდა ყველა შემთხვევაში, რომ ხელი არ ახლოთ ამ ადამიანს, ეს ადამიანი ამის დაჭერა არ გაბედოთ და სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პოზიცია, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია იყო კატეგორიულად განსხვავებული, ის გადადგა თანამდებობიდან გადადგა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით ჩამოშლიდა სახელმწიფოს, რაც არ მოხდა, გადადგა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ასეთი დავალება მისცეს ზუსტად იმ ელჩებმა, რომელთა ნათქვამზე სტადიოდა. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გუშინ გიორგი გახარიას გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდა თანამდებობიდან გადადგომისა, მან ისაუბრა ჩორჩანაში გახსნილ საგუშაგოსა და 20 ივნისის მოვლენებზე. მმართველი პარტია ამბობს, რომ გუშინ გახარიამ ყველა საქმეზე ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა. მადლობა ნინო არღულიანს. გიორგი გახარიას მოსმენას ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, პირველი კანონმდებელი სოციალურ ქსელში აზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელიც 2021 წლის 18 თებერვლით თარიღდება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ პასუხისგან თავის არიდების მრავალი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოქმედებდა არა პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით. გუშინ ჩვენების მიცემისას გიორგი გახარია ბევრ საკითხზე საკუთარ ტყუილშივე გაიხლართა, თუმცა ცალკე გამოსაყოფია მელიას დაკავება არ დაკავების საკითხში უცხოელების ჩარევაზე კითხვა და მისი დაბნეულობა. კითხვისგან რამდენჯერმე გაქცევის შემდეგ მან ჯერ ვერ გაიხსენა შეხვდა თუ არა რომელიმე ელჩს. შემდეგ გაიხსენა რომ შეხვდა, მაგრამ ვერ გაიხსენა რა საკითხზე. შემდეგ გაიხსენა რომ მელიას საკითხზე, მაგრამ ასე მითხრეს დასაჭერია და დაიჭირეო. ამ ბოლო ტყუილს ვინ დაიჯერებს, მაგრამ ამ ტყუილით ყოფილი ელჩი რომ დამატებით სკანდალში გახვია, ეს ცალკე საკითხია. მართლაც საწოდავის სანახავი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ საკითხზე რამდენიმე წუთში სამჯერ იტყუება. და რატომ იყო ის ასე დაძაბული ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე და მისგან გაქცევას ცდილობდა? როდესაც ის უჩინარ კაცზე საუბრობს, სინამდვილეში დღეს უკვე ყველამ კარგად გაიგო, ვინ ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში, მართლმსაჯულებაში თუ ზოგადად ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უჩინრად ხელის ფათურს. ეს ვამხილეთ ჩვენც და ამხილა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამაც. პასუხისგან თავის არიდების მრავალი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიას ჩვენები დადასტურდა, რომ ის როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად. ამ შეთანხმებული მოქმედების ისტორიას არქივი კარგად ინახავს. 18 თებერვალს 10:01 საათზე სამუშაო საათების დაწყებისთანავე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საჯარო განცხადებით ხელისუფლებას კრიმინალთან დიალოგისკენ და დაკავებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ამ განცხადებიდან 27 წუთში 10:28 საათზე გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. ამ ღალატიდან 3 თვეში იყო პარტიის შექმნა, 4 თვეში ვაშინგტონში სააკაშვილთან ერთ სასტუმროში აღმოჩენა, 7 თვეში სააკაშვილის წინასაარჩევნოდ შემოპარება. ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება. მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიას ნაბიჯის მთავარი მიზანი სამხედრო ესკალაცია იყო, რასაც საქართველო გადაურჩა. აბსოლუტურად არ გეთანხმებით, რომ ეს იყო დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. პირიქით, ეს იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, რომლის მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია. საგუშაგოს აშენებ ისე, რომ ზუსტად გაქვს გათვითცნობიერებული იმ შემთხვევაში ასეთ მოქმედებას რა შეიძლება მოყვეს, რაც მოყვა, მხოლოდ ის კი არ იყო მიზანი, მოყვა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 2012 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზმა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში შემოიწია. გუშინ იყო გახარიას მხილების დღე. გახარია იქნა სრულად გაშიშვლებული როგორც აგენტი და ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდია, შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე ეპიზოდი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან მიზანმიმართულად გადადგა იმისკენ ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია და ამას გადაურჩით. გახარიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციას თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა, რაც მდგომარეობდა კონფლიქტის გამოწვევაში, მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებაში და როგორც ჩანს, ეს იყო დავალება, რომელიც მას ჰქონდა მიღებული და ამ დავალების შესასრულებლად გადადგა ეს პროვოკაცია და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამ პროვოკაციის მიუხედავად მინიმალური ზიანით გამოვედით ამ საკითხით.
პირადი სარგებლობისთვის ჩამორთმეული ქონება, ბრალდება და დაკავება. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს ნაცმოძრაობის რეჟიმის კორუფციული გარიგებებისა და საკუთრების უფლების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილეს. კომისიის წევრებმა მოусმინეს ჯონდი ბაღათურიას და ჯუმბერ ბუზალაძეს. მარიამ ქართველიშვილი ხდომის დეტალებით. ჩამორთმეული ქონება, შელახული რეპუტაცია, ჯანმრთელობა და ციხე. ჯუმბერ ბუზალაძეს 2005 წელს საქართველოში 3 მანქანის ჩამოყვანა ძვირად დაუჯდა. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მაღალჩინოსნების ინტერესში აღმოჩნდა. ბუზალაძის ჩამოყვანილი მანქანები ქონების ნებით დათმობაზე უარის შემდეგ კი ბიზნესმენი დასაჯეს. მოწმემ გაიხსენა, რომ ვანო მერაბიშვილს და ერეკლე კოდუას ოჯახის წევრებისთვის უნდოდათ ჯიპები, რომელიც ბიზნესმენმა დუბაიდან ჩამოიყვანა. ჩამორთმევის მოტივით კი დაიწყეს გამოგონილი ბრალდებით გამოძიება. ის დაუკავშირდა იმჟამინდელ ოპოზიციონერ ჯონდი ბაღათურიას და დახმარებას თხოვა ხმის ამოღებისთვის კი რეჟიმა ის ციხეში გამოკეტა. დუბაიში შვილი მოეწყო ამერიკულ უნივერსიტეტში და ჩავდიოდი ხოლმე რაც და მეუღლეთ. მანქანები მიყავთ აქედან და რაღაცა რჩებაო. ნუ ავდექი და არ მქონდა ძაძდელი საშუალება ჯერ უბრალო მანქანები წამოვიღე, მე ჩავდი ბინა და საოფისე პარტი დიდი. 3 მანქანა შევიძინა. დუბაიში ხდება ეს. კი. დუბაიში შეიძინეთ 3 ავტომანქანა, გაწიეთ ხარჯი მის გადაკეთებაზე, შემოტანაზე, ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები და მოგაქვთ უკვე გემით საქართველოში. შემდეგ ჩამომყავს თბილისში. ეს მანქანა ერთი უცბად გაიყიდა. ეს არის დავაყენე ავტოსადგომზე. სად? რომელ ავტოსადგომზე? დიღომში. ხედავ უკვე რაღაც ჩოჩქოლია ძალიან დიდი ამ მისი თანამშრომლების. ეგრევე ჩამომართვეს გასაღებები. არა, მეთქი რაშია საქმე. აგე საბუთები აგე ინდოეთი აგე გავაბაში კიდევ. არა, სულ შევამოწმოთ. მაშინ სოდი იყო, წინა მხარეს უხენია ორივე. უყურებ ჩემ მანქანას გული გამისხდება. მოდის ბატონი მერაბიშვილი, ხა და მოეწონა და გადავასვა ხელი და ეცინება იქ ერთ მანქანასაც მეორესაც. ნუ დაიწყო ძიება. მეუღლესთვის უნდოდა და თოდუას კოდუას კიდე ნანუკასთვის. და ვანო მერაბიშვილს რომ თავისი მეუღლისთვის, თამარ სალაყაიასთვის და ერეკლე კოდუას თავისი მეუღლისთვის ნანული იგივე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდა ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ. საიდან იცით? საიდან ერთი გორენს ყავდა ჩემი მანქანისნაირი შინდისფერი წითელი ფერი. ედავა ვერ წაართვა. მე მომერიადეთ. და ეს კიდე ნანუკა შემოვიდა გამოძიების დროს, შემოვარდა 2 ოპერატორით, გადამიღო, მეთქი ახდება. ეს ჩემი 3 ადვოკატი ვყავდა. არა? ისინი მიხვდნენ მეჩიო და მე ვერ მივხვდი უცბად. მე პრობლემაც გამომაცხადა მე რუსთავის ტელევიზიაში. რომ ვარით მიაკუზის მაფიოსთა შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარინებ მანქანებს, გადავყავს დუბაიში და დუბაიდან მომყავს საქართველოში. რომ შემოვარდა ნანული ჟორჟოლიანი კამერით გამომძიებლის ოთახში. ამ დროს რა პროცედურა მიმდინარეობდა, რაიმე საგამოძიებო? კი, დაკითხვა. დაკითხვის დროს შემოვარდა. ვის დამთავრდა გამოძიება თქვენ წინააღმდეგ ბატონო ჯუმბერ? ვის დამთავრდა ჯერ ავადმყოფობები ავიკიდა ბევრი. კერძოდ რომელი თუ საიდუმლო არ არის? შაქარი არ გჭირდათ მანამდე? არა, ისე დავარამზი უკვე ამიცია ძალიან. მე ყურის ბარაბარი გამისხდა ერთი მეორე ნახევარზე. გულიში სტენდირება ჩამიდგეს 4. ნუ დამაინვალიდეს. ვიჯექი ერთი წელი. იჯექით. ერთი წელი იჯექით. ერთი წელი. ამ მანქანების გამო რომ ნანული ჟორჟოლიანს და თაკო სალაყაიას ყოლოდათ თქვენი მანქანები იჯექით ციხეში, ამას გვიხსნით? კი. რომელ ციხეში იყავით? მაშინ ორთაჭალაში. ორთაჭალაში. სახლიც დაკარგეთ, რომელიც ჩადებული გქონდათ. სახლები დავკარგეთ. სახლები დაკარგეთ, თქვენ და თქვენმა ვაჟმა. კი.
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა. ეს გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი დანაყოფი. კოდუას მეუღლე ნანული ნანუკა ჟორჟოლიანი იყო რუსთავიორის ჟურნალისტი, რუსთავიორისა, რომელიც თავის მხრივ იყო მიტაცებული და წართმეული კანონიერი მესაკუთრისათვის და ქმარი დაკითხავდა ბატონ ჯუმბერ ბუზალაძეს, წართმევდა რა მანქანებს, ცოლი შემოვარდებოდა ჯერსტი საგამოძიებო მოქმედებისთვის განკუთვნილ ოთახში ჟურნალისტი ესე ვერ უნდა ვარდებოდეს კამერით, მაგრამ ცოლისთვის როგორც ჩანს ყველაფერი იყო დაშვებული და ამ ცოლმა, რომელიც დღეს ბევრს კაკანებს, ასე ვიტყოდი, ტელევიზიით და არ მხოლოდ ტელევიზიით, ფონდებს ქმნის იმისათვის, რომ ფული გაათეთროს სავარაუდოდ და აფინანსებს გარედან ცდილობს ქვეყანაში მავნებლობები და რევოლუციები დააფინანსოს წარუმატებლად. ის შემოვარდა და თქვენ ყველანაირი უდანაშაულობის პრეზუმპციის მიუხედავად გააშუქა თითქოს თქვენ იყავით იაპონელი მაფიოზი, იაპონელ მაფიოზებთან შეკრული. შემდეგ მოხვდით 1 წლით ციხეში და დაგეზიანდათ ჯანმრთელობა. ეს არის ის ფაბულა, ახალგაზრდებმა რო კარგად მოისმინონ, ვინც ნანული ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანებს მიირთმევენ ქუჩაში, რომ თქვენ გაგაუბედურათ ამ ოჯახმა. ეს რა თქმა უნდა მოხდება ჩვენს დასკვნაში. 2005 წლის 14 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოდის დეპარტამენტი შევიდა ყველა ავტობაზრობაზე, ყველა ავტოსადგომზე და ამოიღო 150 ჯიპის სტილის მანქანა, 150 მანქანა. ამ 150 მანქანაში ყველა ჯიპები იყო. 150-დან 158 ხმის ამოღება ვერ გაბედა. ჯუმბერის სოდის დეპარტამენტში მიიყვანეს, ხო, განახორციელა ეს 150 მანქანის ამოღება სოდმა. პირდაპირ ერეკლე კოდუას ბრძანებით 150 და ჩემი დარწმუნებით პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი თვითონ დადიოდა, მაგრამ მარამერაბეშვილი ამ თვითონ ღირებულებდა მონაწილეობას და ახმეტ ღონისძიება განიხილებოდა სასამართლოზე. ხონდა წარადგინონ რატომ ცდილობენ დაკავებას და წარმოადგინეს გადაუთარგმნელი ინგლისურ ენაზე ინტერპოლის მოპარულ მანქანათა სია და აქედან ესეთი შემოხაზული აქვთ ამას რამელი მანქანების მოპარვაშიც ბრალიედება ის მანქანები. მე მოვითხოვე გადათარგმნა და ხლა იცოდნენ ჩვენმა იურისტებმა თარგმნა და აღმოჩნდა რომ ეს მანქანები ერთი მინივენია, ერთი სედანია და ამის სამია ჯიპია. პროკურორ დაველაპარაკე. კანონის წინაშე ამის გამო პასუხისგება მოგიწევს მეთქი რა, რო იცოდეთ ხო. მინიმუმ ეხლა ახმეტი ღონისძიება, ანუ პატიმრობა არ მოითხოვო თქო. დაბრალდება იყოს და კი ბატონო ვიბრძოლოთ ერთმანეთში, მაგრამ ახმეტი ღონისძიება რას ლაპარაკობ დამიჭერენო პროკურორი მეუბნება. როგორ დაგიჭერენ მეთქი და აბა ეს როგორ აყავ დაჭერელიო. საუბარი საქმის პროკურორთან, რომელმაც იცოდა აბა ეს როგორ ტყუილად ყავთო დაჭერელიო. აი ეს იყო ეს არის სახე როგორი მარსაჟულება გქონდა ჩვენ მაგ დროისთვის. ნიშანდობლივია რომ დღეს ბატონი ლადო ჭანტურია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივამეთში მუშაობს მუმიად. საგამოძიებო კომისიაზე მოусმინეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ოპოზიციონერ ჯონდი ბაღათურიას მან კომისიაზე საჯარო რეესტრის ამონაწერები და კონკრეტული დოკუმენტები გაასაჯაროვა ისაუბრა სააკაშვილის და მისი დედის გიული ალასანიას მიერ მიტაცებულ ქონებებზე, ასევე მათ მიერ შექმნილ დანაშაულებრივ სქემაზე, სადაც ალასანიამ, როგორც ჯონდი ბაღათური ამბობს, შექმნა კერძო საგანმანათლებლო სისტემაში მონოპოლია, რის გამოც დაიკეტა ასობით საჯარო სკოლა, ქონებამ კი 100 მილიონს გადააჭარბა. 2004 წელს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს არის პირველი დეკლარაცია, რომელიც მან შეავსო. საბანკო ანგარიშებიანად იყო 123,210 ლარი. მეტი სხვა ქონება მას და მის ოჯახის წევრებს არ გააჩნდა მისი პრეზიდენტობის დასასრულს. მისი შემოსავლები სულ აქ დათვლილი არის ჰონორარები, მისი მეუღლის ქალბატონი სანდრას ჰონორარები აღებული, მივლინებები, ყველა ქლიანად საჭმელი სულ რო არ ეჭამათ, არაფერ მარტო რო ეგროვებიათ, სულ იყო შემოსავალი 623,976 ლარი. ჯამში მისი ქონება იყო 1,269,000
67 ლარი. დაუსაბუთებელი ქონება წარმოშობის კანონიერება უნდა დაასაბუთოს სწორედ აკაშილმა და გიული ალასანიამ და მტკიცების ტვითი მათ ხარეს არის. ანუ აგვისტოს ომამდე გამალებით მიდიოდა სახელმწიფო ქონების მიტაცება სააკაშვილის ოჯახის მხრიდან. და ძალიან ბევრი მაგალითად პროკურატურაში დევს 3 ნორმატიული აქტი, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც გინდა იჯერეთ, გინდა არა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადადიოდა დედამისის საკუთრებაში. როგორ მოგწონთ? არსებობდა ესეთი ძალიან კარგი რადიო შეპესე მუზა, რომლის დაფუძნებლები არიან სიდედრი, ქალბატონი რულოვსის დედა, სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რულოვსის გვარზია ისიც, დედა და მეუღლე სანდრა რულოვსის. მე რაც ვიპოვე ამაზე არის ლაპარაკი, ახლა მხოლოდ შეიძლება კიდე მილიარდები აქვს ასე აღებული, მაგრამ რომელმაც მიიღეს ჯამში 100,100,000 საჩუქრად. ბიზნესიდან არის შემოწირულობა მიღებული, ეს კანონიერია, ანუ შემოწირულობის გაკეთება ბიზნეს შეეძლოს, შეპესე მუზას არ ჩუქოს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის ვალდებული იყო ეს თანხა შეეტანა დეკლარაციაში. საპარლამენტო გამოსვლაზე ამის შესახებ თქვი, ეს იყო გვიან საღამოს, თქვენ თუ გახსოვთ, მაშინ საჯარო რეესტრი ყველაფერი დახურული იყო და დილით უკვე ანუ ღამის საათებში ჩვენ ხო ყავდა ღამის მთავრობა მაშინ. ღამის საათებში მოასწრეს და დამფუძნებლები გააუქმეს, ქალბატონები, რულოვსები და გიული ალასანია და შეცვალეს დამფუძნებლები. ეს არის როგორ იყო ჩართული საჯარო რეესტრი კორუფციის გადაფარვაში და პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუმპირებული დანაშაულის დაფარვაში. 10 ჰექტარზე მეტი მისა, რომელსაც პირდაპირ ხელს აწერს პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტის ბრძანებულებით ეს მისა გადადის დედამისის საკუთრებაში. აი ორგანიზებული დანაშაული საკმაოდ ისეთი მაღალი დონე ჩანს აქ. ამათმა კლასიკური ხო მაგალითი არის. ესე იგი შექმნეს იმისთვის, რომ ზოგჯერ გიული ალასანია არ ფიგურირდეს, სახელი და გვარი არ ფიგურირებდეს. გიული ალასანია და პრეზიდენტის მის თემურ ალასანიას რო გვაგინებს სხვადასხვა ჩანაწერებში მისი ბიძა შვილი ალასანიას დაქალი მანანა სანაძე და რობერტ რაუფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთად აფუძნებენ შეპესე საქართველოს უნივერსიტეტს და შემდგომში უმეტეს შემთხვევაში მოქმედი გმირი არის საქართველოს უნივერსიტეტი. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტი, დამფუძნებლები გიული ალასანია 37.5%, მანანა სანაძე 27.5%, ედუარდ რობერტ რაუპი 12.5% და ნიკოლოზ ალასანია ასევე 12.5%. უკვე შეპესე საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს შემდგომში სხვა ბიზნეს კომპანიებს და ქსელი არის მონოპოლიური. დაწყებული საბავშვო ბაღიდან საშუალო სკოლები, აბიტურიენტთა გადამზადების სკოლები და თავისთავად ხადია უმაღლესი სასწავლებლები. ხდება საჯარო დაწესებულებების დახურვა, მაგალითად სკოლის დახურვა, იმისთვის რომ გადაკარჩული იქნეს კონტინგენტი ასე იგი უმაღლეს თავის კერძო სტრუქტურაში. 2003 წლიდან 2010 წლამდე 1045 სკოლა დახურეს. ალასანია ერთგვარი კრიშის როლს ასრულებს. მიდის სადღაც ასე იგი ზოგჯერ შვილის მიყავს. აქ არის ფოტომასალა, სადაც რომელიღაცა დაწესებულ ძირითადად განათლების სისტემაში მოქმედებდა. ეს არის ხო აი პრეზიდენტი დედამისი ისინი როგორ ხსნიან ერთად ძირითადი კრიშა განათლების სისტემაში მაშინ ძირითადად ოპერატორები მე ესე ვიტყოდი იყვნენ ალასანია და ბენდუკიძე, რომლებიც ფლობდნენ აი ამ განათლების სისტემის ასე დაწესებულებებს. ჯამში კომისიამ 40 წმეს მოусმინა, სხდომა დახურულია, ჯერ უცნობია ვინ გამოიკითხება მომდევნო დღეებში. საგამოძიებო კომისიის სხდომის დეტალები მარიამ ქართველიშვილმა გაგვაცნო. საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. რა გზავნილები გაკეთდა პარლამენტში, მაკუნა აბულაძე გვერდდება საკანონმდებლო ორგანოდან.
რამდენიმე მიმართულებით გაკეთდა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები, კანონმდებლები გამოეხმაურნენ გუშინდელ საგამოძიებო კომისიის სხდომას. დღეს ითქვა, რომ გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ დაიკარგა საკუთარ ტყუილებში და ის კომისიის წევრებმა რამდენჯერმე ამხილეს, მოვისმინეთ ის, რომ არც ერთ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც შეეხებოდა მათ შორის 20 ივნისის სპეცოპერაციას, მის გადადგომას თუ ჩორჩანას ეპიზოდს, პასუხი გიორგი გახარიამ ვერ გასცა. კანონმდებლებმა ასევე თქვეს ის, რომ საზოგადოებაში შესაძლოა არსებობდეს გარკვეული კითხვები, მათ შორის რატომ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი, მოვისმინეთ, რომ ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია გახარიას პრემიერობა არ სურდა გუნდს, თუმცა მაშინ შესაფერისი პოლიტიკური სიძლიერე არ არსებობდა. კანონმდებლებმა ყურადღება გაამახვილეს ლიბერალურ ფაშიზმთან დაკავშირებითაც, მოვისმინეთ, რომ რეალურად უცხოური ფული, რომელიც საქართველოში შემოედინება აგრესიული ჯგუფების გადამზადებას და ტრენინგებს ხმარდება და მოვისმინეთ ის, რომ ამის არაერთი მაგალითი არსებობს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ რადიკალებს მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. უკვე მე რამდენი ჯერზე ვწმუნდებით, რომ ადამიანის უფლებები, ქალების თანადგომა, ბავშვების დაცვა მხოლოდ ტრენინგების ჩატარების და ქვეყანაში ფულის შემოტანის საშუალება იყო, როგორც აქ ამ ტრენინგების მიმღებთათვის, ასევე სამწუხაროდ მათი ზოგიერთი დამფინანსებლისთვის. მაგალითად, როცა თეა წულუკიანს ღამის საათებში სახლში მიუვარდება დატრენინგებული აგრესორების ბანდა და გადაწყვიტეს ასე დაეტერორებინათ ქალი პოლიტიკოსი და მისი ოჯახი. უფრო მეტიც, ამ დროს ქალის უფლებადამცველებად წოდებული აქტივისტები გამოვარდებიან და წყევლაკრულვას არ დაიშურებენ ამ ქალი პოლიტიკოსის მიმართ. ხოლო რიგი დიპლომატები ამას ამ აგრესიულ აქტივისტებთან მეგობრული შეხვედრებით ან დუმილით წაახალისებენ ამ ყველაფერს. შეშფოთებული და დამრთყალი ბავშვის დანახვაზე თეას უარი უნდა ეთქვა ნაცების გასამართლებაზე. ამ ყველაფრის შემხედარე მისი ოჯახის რომელიმე წევრს ნერვებმა უნდა უმტყუნოს და პროვოკაციაზე წამოეგოს. ეს არის თანამედროვე ვოუკ აქტივიზმის მახინჯი ფორმა, რაც ასე კარგად გამოსდით ლიბერ ფაშისტებს. ამ აგრესორ დაჯგუფებას შეუძლია საერთო ზეიმის თუ გლოვის დროსაც თავიანთი პოლიტიკური მიზნები ახორციელონ. დააპირისპირონ საზოგადოება და ტერორში აცხოვრონ. 9 აპრილის მემორიალთან მიმსვლელებს აფურთხონ, პოლიციელებს სახეში ურტყან. გუშინ ბატონმა გახარიამ ალბათ 10 ჯერ უფრო ხშირად გამოიყენა სიტყვა რომ არ მახსოვსო. იგი გამოიყურებოდა ძალიან დაბნეული. პირველი საკითხი, რომელიც იყო განხილვის საგანი, ეს იყო 20 ივნისის მოვლენები და მან ვერ აუხსნა ჩვენ საზოგადოებას მაგალითად რატომ დააპირისპირა პოლიცია მოქალაქეებს და რატომ არ იდგა იქ რკინის ჯებირები. ასევე ვერ აუხსნა ჩვენს მოქალაქეებს რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და წყლის ჭავლის მაგივრად რატომ გამოიყენა რეზინის ტყუები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე რომ არ გამოგჩეს სოფელ ჩორჩანასთან, რომელიც საოკუპაციო ზოლთან იმყოფება, მისი პროვოკაციული და ავანტიურული გადაწყვეტილება, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მან ჩადგა იქ საგუშაგო, რის საპასუხოდაც ჩვენ სეპარატისტებისგან მივიღეთ 5 საგუშაგო, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მან ერთ წუთში გააჟღერა შემდეგი ტყუილი, რაშიც ამხილა ბატონმა ალეკო ტაბადაძემ, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ იქ ხშირად ხდებოდა გატაცებებიო და როდესაც ბატონმა ტაბადაძემ შეახსენა, რომ იქ არანაირ გატაცებას ადგილი არ ქონია, ზუსტად ერთ წუთში აუღელებლად თქვა, რომ ეს სიტყვა გატაცება საერთოდ არ გამომიყენებიო. როდესაც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად აღუდგინა საზღვრები ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ოლქს და შემოუხაზა ის საზღვრები, რა საზღვრებითაც დღეს ბორდერიზაცია მიმდინარეობს, ერთადერთი საზღვარს გადმოცდენილი ადგილი და 1 კილომეტრის მიერთება მოხდა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ბატონმა გახარიამ ეს საგუშაგო ჩადგა. შესაბამისად, ეხა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ იყო თუ არა ეს გამიზნული და დაკვეთილი ქმედება. ბატონ გახარიას მოუწია იმისი აღიარება, რომ თურმე წინა დღეს თუ 2 დღით ადრე მის გადადგომამდე იგი შეხვედრია რამდენიმე ელჩს. მოუწია იმისი აღნიშვნა, რომ ერთ-ერთი იყო ქალბატონი კელი დეგნანი და საუბარი იყო ბატონი მელიას საკითხის გარშემო. მეგონი არავის არ გაუჭირდება, ვინც ობიექტურად აზროვნებს, რომ მიხვდეს, რომ მისი გადადგომის მიზეზი იყო სწორედ ქალბატონი დეგნანისგან და კიდევ სხვა გარეძალებისგან წამოსული ინსტრუქციები. ბატონი გახარია, როდესაც პოლიტიკაში შემოbrunდა, იგი დაჟინებით იმეორებდა, რომ მის საქმეში ბატონი ბიზინა ივანიშვილი არასდროს არ ერეოდა და ვერ ერეოდა. გუშინ რატომღაც შეცვალა მისი ეს ჩვენება, წალებში რო ვთქვათ და პირდაპირ თქვა, რომ არა, გადადგომის მიზეზი მელიას დაკავების საკითხი არ ყოფილაო, გადადგომის მიზეზი იყო, რომ ბატონი ბიზინა ივანიშვილი ერეოდა ჩემს საქმეებში. აი, ესეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები შემოიფარგლებოდა იგი. პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე დასრულებულია.
მაკუნა აბულაძე გვერდებოდა პარლამენტიდან. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში საერთო პოზიცია ისევ არ აქვთ. ნაწილი ამბობს, რომ მონაწილეობას არ აპირებს, ნაწილი კი კითხვაზე პასუხს თავს არიდებს. მმართველი გუნდის განცხადებით, მათი ოპონენტები იმოქმედებენ ისე, რა დავალებასაც გარე ძალებისგან მიიღებენ. არანაირ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. მილიონჯერ გვაქვს ეს ნათქვამი. მე არ ვიცი, ვინ კაფე დააფიქსირა, ვინ ბოხი ხმით, ვინ ღიმილით. ამ ტიპის განხილვაში მე ვერ შევალ. ჩვენ არ განვიხილავთ საერთოდ ამ არჩევნებს. თვლი ახლაც რომ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. რაც ნაკლებია დაფინანსება, მით ნაკლებია მათი ერთობის ხარისხი. ამ შემთხვევაში თანხებში ცოტა გაუჭირდათ, შესაბამისად უფრო მეტი турბულენტობაა მათი საერთო ნაცური გუნდის შიგნით. აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში არ არსებობს, იმიტომ რომ მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ გეგმაში არეულობა, რომელზეც მათ არავინ ეკითხებათ არაფერს. პატრონებზეა საუბარი და იქ მსჯელობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში მათმა აგენტურამ იმედები გაუცრუათ. და არიან არეულები რა დაავალონ, რისის შესრულება შეუძლიათ, ამაზე მიდის მსჯელობა. აქ ესენი რას იფიქრებენ და რას დაგეგმავენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, მათ არავინ არ ეკითხება, ახლა ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, წარსული ამაზე მეტყველებს და თუ დაავალებენ, რომ ისევ ზურაბიშვილი იყოს მათი ასე ვთქვათ ლიდერი, რაშიც მე პირადად ეჭვმებარება, მაშინ მოუწევთ ისევ ხალბატონი ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანება. თუ დაავალებენ ისევ, რომ ბატონი ელისაშვილი, ბატონი ხაზარაძე და სხვა ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები იყვნენ ერთად დაჯგუფებულები, რა თქმა უნდა მოუწევთ ამ დავალების შესრულებას და დავალოთ როგორ განვითარდება პროცესები. ეხლა ვიღაცა რომ ბაქიბუქობს აქ რომ ჩვენ არ მივიღებთ ყუვილი ეს, დაიმახსოვრეთ. თუ მოვა დირექტივა რომ არ ჩაერთონ, აღარ მიიღებენ მონაწილეობას. ეს რო იცი რადიკალებზე მაქვს საუბარი. თუმცა იქნება პარტიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას დარწმუნებული. იგონებენ რაღაც სიგიჟეებს, პლატფორმებს, ხან ქარტია დაარქვეს, გაერთიანდნენ. შემდეგ წინააღმდეგობის რაღაც პლატფორმა სიგიჟეებს ჩადიან. რატო? იმიტომ რომ ღირსება არ გააჩნია, თავმოყარეობა, პრინციპები, მიდგომა არ გააჩნია და არეულები არიან ერთმანეთში. დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტში წერია, რომ დემოკრატიული კონსტიტუციური წესწყობილების დაცვას ემსახურება იმგვარი პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის აკრძალვა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დეპუტატებმა უკვე განიხილეს უცხოური გრანტები გაცემის წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები. უცხოური წყაროსგან მისაღებ გრანტთან დაკავშირებით სავალდებულო გახდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ გაცემული თანხმობა. გრანტის მიღების მონიტორინგს უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანტიკორუფციული ბიურო. ნებისმიერი პირი, რომელიც დაარღვევს ამ პრინციპებს და ექვემდებარება ჯარიმას მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. ეხება თუ არა ასეთი სახის გრანტები საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სპორტულ მიმართულებას. ხაზგასმით, რომ არანაირი სპეკულაციის ველი და საშუალება არ მიგვეცა, განვმარტეთ, რომ არ შეეხება ინდივიდუალურ გრანტებს და ასევე სტიპენდიებს საშუალო და უმაღლესი განათლების. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი ისე როგორც არასდროს. ჩვენი ვალია, როდესაც ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე, ეროვნულ იდენტობაზე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რომ მაქსიმალურად საკანონმდებლო ბაზაში შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო ბაზა შევქმნათ ამ სივრცეში, რომელიც მოახდენს მაქსიმალურ პრევენციას იმ ბინძური და დესტრუქციული თანხების შემოდინებისა ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც ნათლავთ ხედავთ და რასაც ვამხელდით ამ დღეს და რომელიც მთელ საერთაშორისო ტრიბუნაზე გახდა უკვე ცნობილი, იგივე USAID-ის სკანდალი და ასე შემდეგ. საზოგადოებას ძალიან უხარია, მცირე ნაწილს წინ მხოლოდ ის, რომ მისი არჩეული ხელისუფლების გარეშე გრანტს ვერ გასცემს მისი გამოცემი ორგანო თუ ორგანიზაცია. ძალიანაც უხარია და ჩვენ შემთხვევით არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პულსზე გვიდევს ხელი, რას ვფიქრობ ჩვენი საზოგადოება. ჩვენი საზოგადოება მიესალმება ქართული ეროვნული იდენტობის გაძლიერების და ეროვნული საქმის კეთების საქმეში ასეთი გადაწყვეტილებები, ვისაც არ გიხარიათ, თქვენ დამოკიდებულები ხართ აგენტების ნარატივზე და ამიტომ ასეთი თანხების შეფუთვა ხდება მხოლოდ
კარგი მიზნებით და რეალურად ამ თანხების 80-90% და შეიძლება ცოტა მეტიც კი ემსახურება სხვა ქვეყნების ინტერესებს და ეს ბუნებრივი ამბავია. რაიმე აქ მართლა სკანდალური კი არ ხდება. სხვა ქვეყანა, სხვა ორგანიზაციები, რომ ხარჯავენ ძალიან ბევრ ფულს საქართველოში, თქვენ თუ მართლა გგონიათ გულწრფელად რომ საკუთარ ინტერესებზე კი არ ზრუნავენ, თქვენზე ზრუნავენ, რომ თქვენ რა კარგად იყოთ, სოფლის მეურნეობაში რა კარგი პროდუქცია შექმნათ, ქართველებმა როგორ გავიხაროთ, ამაზე ფიქრობენ და საერთოდ არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ფინანსური თუ სხვა ინტერესები სხვა ორგანიზაციებს, ეს არის მტკნარი სიცრუე ერთი მხრივ და უმეცრება აბსოლუტური. და მე ამიტომაც არ ვქვი ამას. კანონმდებლებმა რეგლამენტის პროექტზე იმსჯელეს, ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა, ახალი რეგლამენტის მიზანი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. რეგლამენტი არის ის კანონი, რომელსაც ხელს აწევს პარლამენტის თავმჯდომარე და არ საჭიროებს პრეზიდენტის ხელმოწერას. გამომდინარეობს საპარლამენტო სუვერენიტეტიდან, რომ პარლამენტი თავად იდგენს საკუთარ წესებს და აქაც ლოგიკურია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი იდგენდეს საკუთარ წესებს. ამ რეგლამენტის ტექსტობრივი ნაწილის 90% რჩება იგივე. ჩვენი პარლამენტის რეგლამენტი გამოირჩევა უხსვიტყობით, ასე ვთქვათ, იმით რომ პროცედურები ძალიან დეტალურად არის მოწესრიგებული, ვინაიდან ეხება პროცედურებს, გარკვეულად ასეთი ინსტრუქციული ხასიათის ნორმები აადვილებს როგორც პარლამენტის წევრების, ისე პარლამენტის აპარატის მუშაობას და მინიმუმამდე ამცირებს ხოლმე გაურკვევლობებს ცალკეულ პროცედურებთან დაკავშირებით, ვინაიდან უმეტეს საკითხზე უკვე რეგლამენტშივე არის ხოლმე პასუხი და არ არის საჭირო განმარტება ამა თუ იმ ნორმის. მილის საათის გაუქმებას მის სარგებლიანობას, როგორც ინფორმირებულობის, ჩართულობის, ზედამხედველობის თვალსაზრისით ვერ ჩაანაცვლებს თუნდაც გაზრდილი ინტერპელაციის დღეების რაოდენობა. რადგან ინტერპელაციით დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რაც მინისტრის საათის დროს დეპუტატებს კითხვის სახით გააჩნიათ ხოლმე. ეს არის არაპირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ამორჩევლისა, რომელიც ყურადღებით ადვერებს თვალყურს მით უმეტეს იმ სესიებს, სადაც მინისტრი წარსდგება ანგარიში და დეპუტატების სვამები კითხვას. შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ოპოზიციური არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა მდინარაძე უარყოფს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება. ჭორებს ნუაყვებით, ძალიან გთხოვთ. არსებობს ასეთი ტელევიზია ფორმულა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია და მეც გამიგია ეს ჭორები და ფორმულა მე ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება. არც კი გქონია მასთან დაკავშირებით საუბარი. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან. ჩვენთვის დიდი პატივია ბატონი პრეზიდენტი ვისტუმროთ საქართველოს საელჩოში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მას ექნება შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ გავაცნობთ პრეზიდენტს მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა პროგრამები არსებობს, როგორ მიმდინარეობს შესრულება იმ დავალებების, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. ხვალ დილიდან იწყება შეხვედრები უმაღლეს დონეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბატონ ილჰამ ალიევთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან. განხილული იქნება მთელი რიგი ორმხრივი საკითხები ქვეყნებს შორის, რაც დგას დღის წესრიგში, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და რა თქმა უნდა კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე ეკონომიკური მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დგას დღის წესრიგში ჩვენ ქვეყნებს შორის. საუბარი არის იმ მეგაპროექტებზე, რომელიც დაკავშირებულია განახლებად ენერგიასთან, ასევე სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც რა თქმა უნდა გადაიყვანს ჩვენ ქვეყნების ურთიერთობას უფრო ახალ საფეხურზე. პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით საგველოდით. პირდაპირ ეთერში ბრუნდებით.
პარლამენტმა მუშაობა დაიწყო კანონპროექტზე, რომელიც უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების დაბრუნებას ეხება. განათლების კომიტეტის წევრებმა მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის საკანონმდებლო წინადადება გაიზიარეს. გოგოლაშვილმა ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის მიერ 2005 წელს სკოლის სასწავლო პროგრამაში ქართული ენის სწავლების საათების შემცირებასა და ასევე უნივერსიტეტებში გაუქმებაზე. მან დეპუტატებს 2008 წელს მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილიც გააცნო. ობიექტური მიზეზების გამო ვერ ესწრება ენა არის ის, რაც არის მთავარი მახასიათებელი შენი ეროვნული იდენტობის ღმერთმა არქმას, როდესმე მოხდეს ამ ქვეყანაში, რომ ენას რამე საფრთხე დაემუქროს. საბჭოთა პერიოდშიც კი ქართველმა ხალხმა მოახერხა ამის წინააღმდეგ გავაშქრება, რომ ენას რაიმე პრობლემა არ შექმნოდა. ნებისმიერი მსგავსი საკითხი მხოლოდ და მხოლოდ არის ძალიან კარგი. ქართული ენა ეს არის ჩვენი თვითყოფადობის, ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ეროვნული პოლიტიკური მნიშვნელობის ძალიან დიდი გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი დაკვეთა. ჩვენ დღეს ვასწორებთ იმ პოლიტიკურ თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და გააგდო აკადემიური სივრციდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ერთ-ერთი ბარის მფლობელს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა. ბარში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. უწყების ცნობით გადახდაზე უარის შემთხვევაში თანამშრომლები მომხმარებელზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებენ. სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი და ასევე ელექტროსასწორები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება. ნახვამდის.